88 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს 85 მანდატიან ქართულ ოცნების კანდიდატს მხარი უმცირესობის 3 დეპუტატმაც დაუჭირა. მანამდე უსუფაშვილმა კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქართული პარლამენტარიზმის ისტორია გაიხსენა. პირველი სხდომის მიმდინარეობაზე უფრო დაწვრილებით ჩემი კოლეგა ნოდარ ჩაშუა ისაუბრებს, ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ქუთაისიდან. ნოდარ, მოგესალმები, ჩემ პირდაპირ ეთერში ხარ. დიაქტორნიკი უკვე პარლამენტმა პირველ მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დასრულებულია, უკვე პარლამენტმა პირველი სამუშაო დღე დაასრულა, არჩეულია როგორც შენ უკვე აღნიშნე და შენ უკვე თქვით უკვე ცნობილია და დამტკიცებულია სპიკერატის სრული შემადგენლობა, როგორც თავმჯდომარე, ასევე მოადგილეები, ასევე უკვე დამტკიცებულია და არჩეულია კომიტეტის თითქმის ყველა თავმჯდომარე. ეს თავმჯდომარეები ძირითადად არიან კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლები, ხოლო როგორც ჩემთვის არის ცნობილი მოადგილეების თანამდებობებს, რიგი მოადგილეების თანამდებობებს უკვე ოპოზიციური პარტიის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დაიჭერეთ. ასევე რაც შეეხება ვიცე-სპიკერებში წავს წარმომადგენელი თავად ნაციონალურ მოძრაობას, ეს არის გიორგი ბარამიძეს მხარი გიორგი ბარამიძეს მხარი დაუჭირა 97 ადამიანმა, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი სავარაუდოდ და რაც ნიშნავდა, ხოლო 27 იყო წინააღმდეგი, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარდაჭერა კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლებმაც გამოსახეს, უკვე გამოხატეს მის მიმართ, უკვე პირველი განცხადებები გააკეთეს, როგორც პარლამენტის უკვე მოქმედმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ასევე პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემაც. დავით უსუფაშვილმა უკვე ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ რას გაატარებს და როგორი იქნება მისი მუშაობის პრინციპი. უკვე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს იქნება მთავარი, რომ პარლამენტი იქნება და შეიმუშავებს სწორედ იმ სტრატეგიას, რომელსაც შემდეგ უკვე მთავრობა გაატარებს და ეს იქნება პარლამენტი, იქნება მთავარი მაკონტროლებელი ორგანო ქვეყანაში. მთავრობა, რომელიც ამ დღეებში წარმოადგენს პროგრამას, უნდა იყოს იმ პოლიტიკის განხორციელებელი, რასაც პარლამენტი შეიმუშავებს. ჩვენ არ უნდა ჩავდგეთ იმ პოზაში, რომელშიც სამწუხაროდ მორჩილ უმრავლესობად წოდებული წინა უმრავლესობები იყვნენ ხოლმე. საპარლამენტო უმრავლესობამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იკისროს. ეს ვერ მოხდება, თუ ჩვენ მთავრობას უსიტყვოდ დაუმტკიცებთ ყველა კანონს, ყველა ბიუჯეტს, ყველაფერს და ამითი მაშინ რა არის ჩვენი როლი. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე დღეს რამდენიმე ინიციატივას დაასახელა, მათ შორის ერთ-ერთი არის ის, რომ თავად პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობის მონიტორინგს თავად პარლამენტი განახორციელებს და ასევე გაარკვევს იმ საკითხს, თუ რამდენად დადებითად ან უარყოფითად აისახება მისი შედეგები უკვე საზოგადოებაში. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე მოქმედმა პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა კონსტიტუციასთან დაკავშირებითაც, როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციას უნდა მივიღოთ ისეთი და უნდა იყოს იმდენად მყარი, რომ არ ქონდეს მათი შეცვლის შესაძლებლობა თითქმის ყოველთვის და სისტემატიურად არ არის. აქ რომ ხელი დავაჭირეთ რაღაცას ავწიეთ ან ჩაქუჩი დავარტყით, კანონი მივიღეთ და მორჩა, არ მორჩა. უნდა მიუბრუნდეთ გარკვეული პერიოდულობით და გავზომოთ, შევისწავლოთ ჩვენს მიერ მიღებულმა კანონებმა რა შედეგი, რა ეფექტი გამოიღო საზოგადოებაზე. საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეუქმნათ მყარი კონსტიტუციური საფუძველი. და ჩვენ უნდა გავმართოთ ჩვენი კონსტიტუციური მდგომარეობა. დაუშვებელია, მიუღებელია, არ შეიძლება იმ პრაქტიკის გაგრძელება, რაც დღემდე იყო. შესაქმნელია საქართველოს ისეთი კონსტიტუცია, რომელსაც მერე პარლამენტის 2/3 ერთი თვის განმავლობაში ვეღარ შეცვლის ხოლმე. თავისი ცვლილების პროცედურების გაართულებით, რომ კონიუნქტურას აღარ მოერგოს ხოლმე კონსტიტუციური საფუძვლები. ის, რომ დღეს ჩვენ პარლამენტში შემოვედით და უმრავლესობაში ვართ, არ ნიშნავს იმას, რომ 1 ოქტომბრამდე მომხდარი ამბები ისტორიის კუთვნილებაა. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაუსვათ საარჩევნო მანიპულაციებს, პოლიტიკურ დევნას, პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვას. ჩვენი საწყისი პოზიციები ხელისუფლებაში მოსვლამდე მიმავალი ხელისუფლებისას და მომავალისაც იყო დაახლოებით თანაბარი. არასწორმა სისტემამ გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი და მონდომებული ადამიანი, რომელიც ქვეყნის სამსახურში უნდა ყოფილიყო, იყო სხვა რამის სამსახურში. ასევე განცხადება გააკეთა უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემაც, უკვე ოპოზიციონერმა დავით ბაქრაძემ და მან განაცხადა, რომ საზოგადოება სწორედ ოპოზიციისა და უმრავლესობას შორის კონსტრუქციულ დიალოგს ელოდება და როგორც ოპოზიცია, ასევე მართველი გუნდიც უკვე უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ კონსტრუქციული დიალოგი აწარმოონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით. მე მინდა თავიდანვე
პირველივე ხდომაზე უმცირესობის სახელით განვაცხადო. ჩვენ განწყობილი ვართ იმისთვის, რომ ერთად ვიშრომოთ და ერთად ვიმუშაოთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი და დადებითი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. რაც არ უნდა დიდი იყოს ჩვენ შორის არსებული განსხვავებები არსებობს, იარსებებს და ამ დარბაზში დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი, ძალიან მწვავე პოლიტიკური დებატი და დაპირისპირება იქნება, რაც არ უნდა დიდი იყოს ეს განსხვავებები. საზოგადოება ჩვენგან ელოდება ერთს. ვიმუშაოთ ერთად იმისთვის, რომ საქართველოს იყოს უკეთესი ქვეყანა, ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ხალხს. მე მინდა პირველივე ხდომაზე დავაფიქსირო უმცირესობის სახელით, რომ ჩვენ განწყობილი ვართ სწორედ ასეთი ოპონირებისთვის, რომელიც არ არის ქვეყნის ოპონირება, ოპონირებისთვის, რომელიც არ არის კონკრეტულ ადამიანებთან ბრძოლა, ოპონირებისთვის, რომლის ამოცანა არის საერთო საქმის უკეთ შესრულება. ასეთი იყო მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა და მისი მიმდინარეობა, როგორც თქვენ უკვე იცით, დაკომპლექტებულია პარლამენტის უკვე ის ადამიანები, ვინც უნდა მართონ მთელი 4 წლის განმავლობაში უკვე საპარლამენტო ცხოვრება და საპარლამენტო მუშაობას უნდა ჩაუდგნენ სათავეში, ანუ ბიუროს წევრები, რომლებიც განსაზღვრავენ უკვე სხდომებზე გასატან საკითხებს, უკვე ხვალიდან უკვე დაასრულა, როგორც გითხარით, პარლამენტის მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სამუშაო დღე უკვე დაასრულა და ხვალიდან უკვე კომიტეტები აქტიურად დაიწყებენ მუშაობას, ისინი განიხილავენ მიმდინარე საკითხებს და ასევე იქნება დასახელებული კონკრეტული ინიციატივებიც დღევანდელ დღესთან შედარებით არანაკლებ საინტერესოა უკვე ხვალინდელი დღეს, რა პირველ ინიციატივებს დააყენებენ უკვე ახალი მმართველი გუნდის წარმომადგენლები და როგორი იქნება უკვე ნაციონალური მოძრაობის, ანუ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლების პოზიცია სწორედ ინიციატივებთან დაკავშირებით, რომელსაც უკვე მმართველი გუნდი დააყენებს. მადლობა ნოდარ ქუთაისიდან, ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა